ისე მოქრიკების სურათებს ვაკრავ რა. ქალბატონი ნონა და ბატონი რეზო. ბატონი რეზო ესაძე ოქროს კაცი. იფიქრეთ საქართველოზე იფიქრეთ ხო. Войска сбунтовалось. Говорят, царь не настоящий. გამარჯობა. ახლა მოვიტანე ძალიან ორიგინალური საჩუქარი მე იმედი მაქვს რომ ძალიან მოგეწონება. ეს არის ნამდვილად შენ გაიხარე რა. ნუ არა მოუჭრა არასდროს. და ვაპირებ რომ დიდი ტირაჟით დავბეჭდო მომხმარებლისთვის. ადრე ადგას და კურდღელსა ვერ დაიჭირავს მწევარი მიხო. გავიგე ეგეთი ფაქტი რომ ეს შარი რაც მოხდა კიტმარიშვილის და იმის შესწრები ხარ შენ. კი, გვიყავი, ოღონდ მე ცოტა მოშორებით ვიდექი. თუ დაუშიხდება, ხო? მეორე კანატკი სასასვლელი. ატა ჩოჩხოლი და უცებ თავს დაესხნენ ეროსის. ერთ საინტერესო ის იყო რომ ეროსის ხელი არ გაუნძრევია. ეთქობა სპეციალურად პროვოკაციაზე წამოაგო თუ რა იყო რა მოხდა იქ მე ავიდნენ ზოგი იქითკენ წავიდნენ. ანუ მაგრად იცება? საკმაოდ სერიოზულად დააგდნენ კი. აი გუშინ უყურე ინგას გადაცემას და შევარნაძეს უსმენდი. ხო. ანუ საერთოდ ძალიან ისე ტექნიკურად ილაპარაკა, მაგრამ ერთ რაღაცამ გამაკვირვა გიორგი, რომ კაცი ამბობს, რომ მე რო ძალა გამომეყენებინა, სისხლი დაიღურებოდაო. და ამაზე მეტი სისხლი, რაც ქვეყანაში დაიღურა. ოღონდ ასე ვთქვათ, გაიწერა ეს პროცესი, ხო? სადღაც უნდა დაღურილიყო, ამდენი ტერიტორია დავკარგეთ. ქვეყანა ფაქტიურად აღარ აქვს ახლა. სისხლი გაუშვეს ქართველებს. აი ამ ხელისუფლების მოყვანიდა. მე ვფიქრობ, რომ შევარნაძე თანაბრად მონაწილეობდა. მათ მოყვანაში ხელი არ შეუშალა. შევარნაძემ ეს თქვა ვიღაცის გასაგონად, რომ ღმერთი არ გაგიწყდეს, როგორც უყვართ ამ თქმა და ძალა არ გამოიყენო თუ ადამიანები გამოსვლა. მან ძალა გამოიყენა. მე ვფიქრობ, ძალიან მალე დამთავრდა. შევარნაძე გუშინ იყო. ეს იქნება ჩაუშესკოს მოდელი საქართველოში. შევარნაძე მიუხედავად იმისა, რომ კლასი ხა მე ყოველთვის არასოდეს არ ვიყავი მაღალი წარმოდგენის, მაგრამ დღეს ისეთი ფონია პოლიტიკური, რომ გუშინ ჩაატარა მასტერ-კლასი, ანუ მისი დონეცკი გამოჩნდა ბევრად უფრო მაღალი. ვიდრე ჩვენ დღევანდელ პოლიტიკას ახასიათებს. ძირითადად ხელისუფლებასთან ეჭირა ეს ხაზი, რომ ესე იგი პირველი რომ არავაშკაცი ხელისუფლებაა, ანუ ხალხთან უნდა გადიოდე, რაც პრინციპში არ აქვს ამ ხელისუფლებას, თუნდაც აპროტესტებდნენ. მეორე იყო ზუსტად ის, რომ არასოდეს ხელისუფალმა თავის ხალხის წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოიყენოს. მაგრამ ასევე არც თუ ისე რბილად მოექცა ბურჯანაძეს. ბურჯანაძეს საკმაოდ გადაუვარა. ალასანიაზეც, ნუ გაიზრდება კიდე და კაი ბიჭიაო. ეს საკითხი ესე არ დგას. ნუ ჯერ ესეთი მოდი ესე ვთქვათ, რომ ჯერ ოპოზიციური ელექტორატი ჩამოყალიბებული ქვეყანაში არ არის. არის საპროტესტოდ გაწყობილი დიდი მასა ადამიანების და ეს ყველაფერი არის სამზარეულოში. ხელისუფლების ფიარხაზი გასაგებია, ისინი შეეცდებიან ისე რომ გაეგიონ თავისთავი სახელმწიფოსთან, ანუ მიაწეფონ თავისთავი სახელმწიფოს და ეს მისი კრიტიკა სახელმწიფოს აზარალებს, ეს თავის პროპაგანდის მეშვეობით ადამიანებს ჩაუდენ თავში, რომ კომპლექსი გააჩინო, როგორც დაუშვათ ჩაშენ ბადრიზე გააჩინეს კომპლექსი, რომ ბადრი ეს იყო რაღაც დახატეს რაღაც საშინელება მისგან. ეს ხალხი მათ შორის ოპოზიციასაც გაუჩინეს გარკვეული კომპლექსი ბადრის და დაიწყო გამიჯვნის პროცესი. ხო, ნუ დღეს ორი რაღაც აშინებს ხელისუფლებას. ერთი არის, რომ ოპოზიციის შემთხვევით არ გაჩნდეს ფული საიდან უნდა მოვიდეს, დაახლოებით იციან, საიდან შეიძლება მოვიდეს, ეს არის ქართული, ფაქტობრივად მთელი ქართული დიასპორა რუსეთში დღეს გამოცხადებულია რუსეთის აგენტურად, ხო, იმიტომ რომ შენ ნებისმიერი კონტაქტი
რუსეთში ნებისმიერ ადამიანთან არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, ხო? ეხლა ყველა რატომღაც ასლან აბაშიძე გახდა ეს მილიონი ქართველი, ყველა ასლან აბაშიძის ესე რომ ვთქვათ, ფრთის ქვეშ მოიაზრება, ხო? ხელისუფლების მხრიდან. იგი ჩვენ დაგვიკავშირდა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ხაზზე ყოფს ახლა და ძალიან დიდი მადლობა ნანუკა. გამარჯობა ნანუკა. ხვალ არის მამაჩემის პრესკონფერენცია დაგეგმილი, მაგრამ რადგან ეს ინფორმაცია გაჟღერდა ეთერში და რადგან ეს ინციდენტი ბუნებრივია მაყურებელი უყურებს ამ ეთერსაც, რომელმაც შეიძლება ხვალ საერთოდ არ უყუროს ინფორმაციას, მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ ნამდვილად მოხდა გუდაუთში ინციდენტი. და როსიკიტმარიშვილთან მოვიდა მამაჩემს ის ინციდენტი, სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ როსიკიტმარიშვილი ჩემ დასამწუხაროდ ჩვენი ნათესავის არის, მისი დედა გულიკო მაჭავარიანი არის ბებიაჩემის ბიძაშვილი. და ეს იყო ის რამან რამდენჯერ მეახსენა ჩემი სახელდაგვარი ოჯახი, რაზეც მომას პირადად მობილურით არაერთხელ დაუკავშირდი, მამაჩემმა შეუთვალა და ეს არის მხოლოდ პირადი ცხოვრება, ეს არ იყო არც პროფესიული შენიშვნა, არ იყო არც რაღაც ისეთი საქმიანი შეფასება, ეს იყო პირად ცხოვრება შეეხო, რაზეც მომას ტელეფონით დაუკავშირდი და ვკითხე ვის გულისხმობდა, ვიქავე ის გულისხმობდა მე, ძალიან უწმატურ კონტექსტში თქვა რაღაც. ამის შემდეგ უკვე გუდაუთში მამაჩემი შეხვდა შემთხვევით და მოიქცა ისე როგორც მოიქცაოდა ალბათ თითოეული თქვენგანი რომ სამანუ მამაკაცებს მიმართავ მე ისე ხა მამაჩემი ვერ წავიდოდა და ვერ უჩიულებდა ეროსიკიტმარიშვილს იმიტომ რომ შეეხო მის ოჯახს და ეროსიკიტმარიშვილმა შემდეგ უკვე გააკეთა პოლიტიკური განცხადებები ცდილობს ახლა რაღაც პოლიტიკური ვის მიცეს ამ ფაქტს მამაჩემი 55 წელი ამ ქვეყანაზე ცხოვრობს და ახლა ირაკლი კოდუა მისი სიძე არის 1 წელია და ახლა ამიტომ თუ მამაჩემს უფლება არ აქვს საკუთარი ოჯახი დაიცვას ისა ეროსი რა სუდღეშია ყველა ფლანგი მოშიშვლებული აქვს საიდან მოხდება ვერ იმის როგორც შევარდნაძე გადააბარა ისე ეროსი მოიყანა სააკაშვილი ჯوانია ბურჯანაძე ყველა ოქროაშვილი ეგეთ მაგის მოყვარული ლეგ წარმოიდგინე რადოს უცხადე მაგას ეს სოდუა ხო ვენაში მყოფი ახტება ესეთი სკანდალია თქვა რომ ვენაში მიდის რაღაც ოპოზიციური ჯგუფი და აფინანსებს ბადრი მელაძე ბადრი მელაძე ვინ არის? ავიღოთ იქიდან. ბადრი მელაძე არის ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობას. და საქართველოს დამოუკიდებლობის დროს იყო როგორც ზვიად გამსახურდიასთან, ისე იყო ქართულ მოძრაობაში, ეროვნულ მოძრაობაში. რახან ბადრი მელაძეს ოდესღაც ასლან აბაშიძესთან რაღაც შეხება ჰქონია. ამიტომ აბამედო ეხლა ესე იგი ასლან აბაშიძე თურმე აფინანსებს ქართულ ოპოზიციას, რომ აი რაღაცა ეს ასლან აბაშიძეს თავის დროზე არ დაუფინანსებია. ქართული ოპოზიცია მეორე ის არ დაუფინანსებია, რომ თავისთავად გადაერჩინა უბრძოლულად დაუთულა ესე იგი ის ლაპარაკი მიდის ბოდიში გია ესე იგი ბადრის რომ მიაწევს მაშინ ეს უნდა ეხა კონკრეტულად ასლანს მიაწევს არა სხვა შორის საინტერესო რაღაცა თქვი იმიტომ რომ გიორგით არ გამოდის აქვს მშვენიერი ოფისია ქვაკეში ხო ასლან აბაშიძესთან ხო ქონდა ადრესა მე მანდაც იქნებ რაღაც კავშირები არის ეგეც არის კი მე ვფიქრობ ეს არის ჩინებული ექსპერტი აი როგორ ფიქრობ შენ ამ სიტუაციას ის ხაზი არის რომ როგორმე მოახერხოს პირველ რიგში რომ საზოგადოებას აუხსნოს რომ სახელმწიფო ქართული არის სხვა და ხელისუფლება არის სხვა ანუ რო ხდება პარაზიტირება ანუ მიმმა სახელმწიფოზე ხელისუფლების მხრიდან და თუ ეს გაყოფა ვერ მოახერხა და საზოგადოება თავის პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ხელისუფლებამ გაატარა ეს ხაზი რომ ჩემი დაზარალება ნიშნავს სახელმწიფოს დაზარალებას რაც უჭირავთ ხო მაშინ ძალიან გაჭირდება თუმცა გარდა ამისა ოპოზიციას აქვს მეორე დიდი მინუსი ის რომ ყველა ლაპარაკობს ხო რომ აი 9 აპრილს რაღაცა მოხდება იქ მეორე მხარე ამბობს რაღაც პლებისციტის ჩატარებაზე მაგრამ ზუსტი გეგმა ზუსტიც არის ლაპარაკი, ნუ არავინ არის ვალდებული, რომ დეტალური გეგმა ვინმეს გააცნოს, მაგრამ დარწმუნება საზოგადოების იმაში, რომ ოპოზიციას ეს შეუძლია დაიწყოს და დაამთავროს, ხო? არ არის ეს